გამარჯობა ჩემო მეგობრებო. ახლა ვარ წანსის ტყეპარკში, აი მონიტორინგზე, განახეთ კიდევაც კადრებს და აი ნახეთ როგორი მიტოვებული არის აქაურობა. ამასთან დაკავშირებით რამოდენიმე კარგი პროექტი მაქვს და მინდა რომ განვახორციელოთ, ანუ გულისხმობ მოვლას და აქ კარგი სივრცის შექმნას. ასე თქვა დასასვენებლად. ხოდა, აი ეს კი უნდა გასხვისდეს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. არამედ ჩვენ თვითონ მოვუაროთ, აი თქვენ თვითონ ხედავთ, აი აქაც დანიშნული არის ხეები. აქეთ მხარესაც დანიშნული ხეები. ყველა თითქმის არა, ხო, ყველა ხეს ადევს, რასაც აქედან ხედავ, დანიშნებით აწერია სხვადასხვა ციფრები. სავარაუდოდ მოსაჭრელად არის გამზადებული და ხედავთ აქ მართლა ბუნება როგორი არის და მართლა ფილტვები არის ეს როგორც თბილისისთვის, ისე წანისისთვის აქ აი ხედავთ წინ ალბათ ხესაც 100 წლოვანი ხე მაინც იქნება. აი ეს ბევრად მეტი შეიძლება საუკუნოვანიც იყოს. აი ნახეთ როგორი ჯულფასი ბუნება გვაქვს. მე ვცდილობ რომ მონიტორინგი ვაწარმოაქ, რომ დაგიძახოთ როგორც კი რამე მოხდება და ამას დააპირებენ. ამიტომაც მაქვს თქვენი იმედი. და თქვენი იმედი მაქვს პირველ რიგში იმაში, რომ გაავრცელოთ ეს ჩემი ვიდეოები, მოწოდებები და გამომიწევოთ ყველა პლატფორმაზე, როგორც Facebook-ზე, ასევე YouTube-ზე, TikTok-ზე, რომ თვალყური მადევნოთ. აქვე გეტყვით ჩემი ტელეფონის ნომერსაც 555-70-83-83. და შევამეხმიანეთ ყველა, ვისაც გიყვარდა გადარდებთ საქართველოს და თანაზიარი ვართ იმ კონკრეტულ საკითხში, რომ არ შეიძლება ქართული მიწის გასხვისება გაკიდვა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. აქაც შეგახედათ ამ ბანერსაც, აი კოლხური ხოხობი აქ მაგალითად. იქითაც არის რამოდენიმე ბანერი და მოკლედ თქვენი იმედი მაქვს, როგორც კი რაღაცა იქნება, პირველად დაძახილზე აი იქ უნდა გადაივსოს აქაურობა და ილია მეორეს ბანაშვიძე ვინც იყავით, პირველ რიგში გულით გითანაგზნობთ და ვიზიარებთ თქვენ მწუხარებას, ვინც გულით განიცდით ამ ყოველივეს და როგორც ვიცი, მილიონზე მეტი ადამიანი იყო ბანაშვიდებს. ამიტომ მიმართავ ფაქტიურად მთელ ერს. ილია მეორემ განაცხადა, რომ არც მეფეს, არც პატრიარქს, არც პრეზიდენტს არ აქვს უფლება გაასვისოს ქართული მიწა, გაკეთოს. და მოდი, ავასრულოთ მისი სიტყვა და გავერთიანდეთ მთელი ერი, რომ დავიცოთ ჩვენი მიწა-წყალი. მადლობა ყურადღებისთვის, გთხოვთ გაავრცელოთ ვიდეო და გამომიწევთ ყველა პლატფორმაზე. და შევამეხმიანეთ ყველა, ვინც ფიქრობთ, რომ ბრძოლა შეგიძლიათ. ბრძოლა შეგიძლიათ თქვენი ღირსეული წინაპრების დანატოვარი, რაც არის ეს, უფრო მეტი დაუტოვოთ და მინიმუმ იგივე, რაც დღეს აქ არის. აქ მე ძალიან ხშირად ჩამოვდივარ. ახლა შესანიშნავი ჰაერი არის და გული მტკივა იმაზე, რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრი ყურადღებას არ აქცევს ამ ყოველივეს, აი ამასაც განახებთ მაგალითად, აი აქ აწერია ოფოფი და ქვემოთკენ მოლაღურა. ასე, დროებით დაგემშვიდობებით და იყავით ყოველთვის ყურადღებით ჩემს გვერდებთან. და პირადად შევამეხმიანეთ. ერთად უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენი მიწა-წყალი ერთად უნდა დავიცვათ. მადლობა ყურადღებისთვის.